სასწორი ჩვენთან იცით, რომ ეს არის ჰარმონია შინაგანის, საპირისპირო პოლუსების გაერთიანების მცდელობა. შესაბამისად, აქედან მოდის დიპლომატიური უნარები, ანუ მე თუ შემიძლია ჩემში გავაერთიანო საერთოდ სხვადასხვა ენერგიები, პოლუსები, ხა საიდან მოდის ხო ეს დიპლომატიური სამსახური მაგალითად, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესის ადამიანებთან მიდის მოლაპარაკება, რომ რაღაც ერთ წერტილზე დასვა და რაღაცნაირად შეთანხმდნენ, დაახლოვონ პოზიციები ერთმანეთთან და არა დააშორონ. ეს არის სასწორის ენერგია. საკუთარ თავში დაიტიოს მთელი სამყარო, მოდით ესე ვთქვათ, ხო? სასწორი ეს სამართალთან არის კავშირში, დიპლომატიასთან, სილამაზესთან და ესთეტიზმთან ასევე სხვათა შორის, იმიტომ რომ ამ ურთიერთობას, ამ დიპლომატიურ ურთიერთობებს ჭირდება შიდა ჰარმონია, ჭირდება რაღაც მომხიბლელობა. ხო, ვენერა მართავს აქ. მარსი თუ არის იქ მუშტებით მივდივარ რაღაცის გასაკეთებლად, ჩემი ინტერესების დასაცავად, ვენერა ქალური ენერგია არის, ვენერა მართავს სასწორს. ვენერა ქალური ენერგია, პასიური ენერგია არის და მას ჭირდება უფრო მომხიბლელობით მაგალითად მომხიბლელობით თავისი პოზიციები გაიმყაროს, ხო? ეხლა ადამიანთან რაც უფრო სასიამოვნო ვართ, რაც უფრო დიპლომატიურად და ესე ვიცით, მორგება ეს ქალური ენერგია არის, ხო? მით უფრო შეიძლება დავიყოლიოთ, მით უფრო დავაინტერესოთ და იქ კონფლიქტით კი არ შევიდეთ, ან თავდაცვაში კი არ დავუყანოთ ადამიანი, არამედ პირიქით შიდა ჰარმონიაში. აი მთელი ეხლა რაზეც ვილაპარაკე, ადამიანს აქ ემოციურად შინაგანად აღქმაში ეს, რომ აი ის ჰარმონია უნდა იყოს გარემოშიც, მაგალითად საკუთარ ოჯახში. მაგალითად ესეთ ადამიანს ემოციურად ძალიან დიდ დისკომფორტს აყენებს კონფლიქტები, აგრესიები. სადაც ვერ ნახავს, რომ აი ესე ურთიერთკავშირი არის ერთმანეთთან, რომ აი მე ჩემს საზღვრებს ვიცავ, შენ საზღვრები დაიცავე. აი აქ უკვე ძალიან დიდ დისკომფორტში არის მთვარე სასწორის ზოდიაქოში, ხო? აი მზე ცოტა სხვანაირად მუშაობს, მზე ცნობიერად, ეს არის ადამიანი, დღეს ორივეს ახასიათებს მერყეობა, ხო? იმიტომ რომ ვერ ვიცავთ პოზიციას, დაზიანებული თუ არის ან მზე სასწორში, ან მთვარე სასწორში, ორივე განსაკუთრებით ეს ძალიან მერყეობა არის შინაგანად, ხო? აი ვერ ვარჩევთ, ვამბობთ ხოლმე, რომელი ვარიანტი აბერჩიო. ან მე თუ რაღაც მინდა, ვიღაცამ რომ მითხრას უკვე ეგრე არ არის, აი იქ უკვე მერყეობა მეწყება, რომელია მართალი ვეღარ ვიგებ. იმიტომ რომ სასწორის ფუნქცია ეს არის რაღაცნაირად შეთანხმებულად ერთმანეთში ვიყოთ შეთანხმებულად, ისე გავაკეთოთ რაღაცები. და აქ თუ პატარა განსხვავებულობა არის და რაღაცნაირად იქ ინდივიდუალიზმია გამოსავლენი, ხო? მთვარე ზოგადად სასწორში ემოციურად ისტრესება ძალიან და ამიტომ ასეთი ხალხისთვის მნიშვნელოვანი არის მაგალითად